გამარჯობა, მე ვარ პიზა. ეს არის კულტურის განვითარების ფონდის მესმას მედია პროექტი მესმა კულტურა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე მოგიყვებით. დღეს ჩვენ ვესწრებით ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს, რომელიც ეძღვნება სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილეს. საქართველოს სიმფონიური ორკესტრი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და რამდენ მნიშვნელოვანი არის თქვენთვის ეს საიუბილეო წელი, როგორი პროგრამა იყო დღეს და თუ შეიძლება მოგვიყვებით თქვენი შთაბეჭდილებების შესახებაც დღევანდელი კონცერტში. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ 100 წლის იუბილეზე შემოვერთი მათ, როგორც მათი მთავარი დირიჟორი. ორკესტრი მინდა აღვნიშნო, არის მოწოდების სიმაღლეზე, გვაქვს დაგეგმილი არაჩვეულებრივი კონცერტები მთელი სეზონის მანძილზე, მათ შორის ერთ-ერთი იყო დღევანდელი კონცერტი და გამორჩეული მინდა აღვნიშნო თავისი პროგრამით, იმიტომ რომ ნაწარმოებები იყო ისე შერჩეული, ერთმანეთთან შერწყმული განსაკუთრებულად და უიშვიათესად სრულდება საქართველოში რიხარდ ვაგნერის ტრისტან და იზოლდას შესავალი დავუკარით, ასევე რიხარდ შტრაუსის ბოლო 4 სიმღერა, რომელიც იყო საქართველოში პრემიერა, აქამდე არ შესრულებულა, მარიკა ჩიჯავაძემ არაჩვეულებრივად შეასრულა და პრინციპში მინდა მთელი გულით აღვნიშნო, რომ ეს დიდი ბედნიერება ასეთი ორკესტრი რო გვყავს, ასე რომ უძღვება თავის სეზონს. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი გეგმები სეზონის დასასრულს. მოგეხსენებათ, როდესაც 1925 წელს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დაარსდა, პირველი კონცერტი ჰქონდათ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. და ჩვენ გვაქვს ესეთი გეგმა, რომ ეს სეზონი 100 წლის იუბილე დავასრულოთ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიით. ასე ვთქვათ, რაღაც სიმბოლური ჯაჭვი რომ იყოს ამ 100 წლოვანი სიმბოლური ჯაჭვი. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა მიგულოცო ყველა ორკესტრის მუსიკოს ასეთი წარმატებული კონცერტი და ჩვენს მსმენელს იმედი მაქვს, რომ ასიამოვნებმა დატოვეს დარბაზი. მართლაც ძალიან დიდი პატივი არის ჩემთვის 100 წლოვან ორკესტრთან ერთად შევასრულო თან, განსაკუთრებით პატივია ჩემთვის და ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ პირველად შევასრულეთ საქართველოში რიხარდ შტრაუსის ეს 4 უკანასკნელი სიმღერა. ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად ძალიან ლამაზი მუსიკა. ძალიან დიდი ხნის ოცნება იყო, რომ ეს მუსიკა შემესრულებინა და ვემზადებოდი აი წლების მანძილზე შეიძლება ითქვას ამ ურთულესი ნაწარმოების შესასრულებლად. იცით რა, მხოლოდ მუსიკალურად სირთულეც არ არის, აქ არის ბევრად უფრო მეტი სიღრმეები და რაღაცნაირი ესეთი შრეები, რომ აი სიტყვიდან გამომდინარე, მუსიკიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ერთად ერწყმის ერთმანეთს იმდენად ლამაზად და იმდენად ესეთი კომპლექსური არის, რომ ამ შემთხვევაში მე როგორც სოლისტი არა და როგორც ორკესტრის ერთ-ერთი წევრი ჩემი ხმა, როგორც ორკესტრის ერთ-ერთი ნაწილი იყო და მოხდა ეს ბედნიერება და შევასრულე პირველად ორკესტრთან ერთად და განსაკუთრებით კიდევ აი ესეთ არაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად და უმაგრეს მაესტროსთან ერთად, კახი სოლომნიშვილთან ერთად. ეს მისი იდეაც იყო, რომ ერთად შეგვესრულებინა ეს და ძალიან დიდი მადლიერი და მადლობელი ვარ, რომ ეს პატივი მერგო. დღევანდელი კონცერტი იყო უბრალოდ დაუვიწყარი, ჯერ იმიტომ რომ პროგრამა ნამდვილად უჩვეულო იყო, რომელიც ძალიან იშვიათად სრულდება და იმდენად მიხარია, რომ ქართულ მსმენელს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, რომ აი ამ ორკესტრის შესრულებით, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ორკესტრი არის დღეს ჩვენ ვინც ყავს საქართველოში და აი გაოგნებული და გაოცებული ვარ და ძალიან დიდი მადლობა მათ და ვუსურვებ მრავალ წელს ესე შემართებით ყოფილიყვნენ და მსმენელისთვის სიამოვნება მიენიჭებინათ.